ყოველი წლის ბოლოს შარშანდელი ელინიკოსგან მომდის წერილი. თქვენთანაც ბევრჯერ მიხსენებია, ადრე ვიყენებდი ქართულ საიტს, მომავალი მე ერქვა. მე რაღაცა მოხდა, გაუქმდა ეს საიტი და რა თქმა უნდა ის წერილებიც გაქრა და მე გადავედი მის ორიგინალ ვერსიაზე, რომელსაც ქვია Future Me. თითქმის 10 წელი ამ წერილებს ვაგზავნი. წერა სამწუხაროდ კარგად არ გამომდის, მაგრამ ჩემ თავს ვახსენებ ხოლმე იმ წელს რა მოხდა, რა გამიხარდა, რა მეწყინა, რა იყო საუკეთესო მოგონება, მოგზაურობა, ძირითადად პოზიტიური წერილებია ხოლმე. დღეს შარშანდელი ელინიკოსგან მომივიდა წერილი და ერთადერთი რასაც ვწუწუნებ და ერთადერთი ამ წერილის ნეგატიური ნაწილი არის ის, რომ გთხოვ 44-ზე მეტი ფეხი არ გაგეზარდოს თქო. ანუ ეს იყო ჩემი ერთადერთი სადარდებელი შარშან. აი წლევანდელი წერილი კი ძალიან ბევრი ნეგატიური ამბით არის დატვირთული. ალბათ ამდენი წლის განმავლობაში ერთადერთი ნეგატიური წერილია, რომელიც გავაგზავნე. თავისი ბევრი იმედგაცრუებით, წყენით, ტკივილით, დარდით. ყველა წერილის ბოლოს, რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ ხოლმე ღმერთის, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები მყავს ჯანმრთელი, ბედნიერი, წარმატებული. დედიკო და მამიკოც თუ უყურებს ახლა ამ ვლოგს, აქედანაც გეტყვით, რომ ძალიან მიყვარხართ. აუ, პუპი, არ გიშო, არა. აი, სქელი არსება თუ არა ჭამე რო არ გიჩერდება. ვფიქრობ 2025-ში YouTube-ზე ძალიან გავაქტიურდები და ძალიან მიხარია ეს ამბავი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს პლატფორმა. დღეს უნდა შევარჩიო კოდესთვის საჩუქარი, ეხლა იქით ოთახში ჩემთვის ფუთავს საჩუქრებს. დაახლოებით მივხვდი რაც მაჩუქა, მაგრამ თან არ ვიმჩნევ. არ ვიცი ამ ვლოგს როდის დავდებ, მაგრამ თუ ახალი წელი უკვე იყო, იმედი მაქვს 2025 წელი 2024-დან შედარებით უკეთესი იქნება. ესეთი ახალი წელი არ მახსოვს, ნაძვის ხე არ დაგვიდგია. შარშან მე მგონი 2 ნაძვის ხე გვედგა ამ სტუდიაში. ეხლა პალმაზე მაქვს შემოხვეული, როგორც ხედავთ, გნათურები. ნაძვის ხესთან დააწყვე? არ დაგავიწყეთ რომ ტყუპები ვარ და დღეს რო ესეთ მკვდარ ხასიათზე ვარ, ხვალ შეიძლება მშვენიერ ხასიათზე გავიღვიძო. არავითარ შემთხვევაში არ იგრძნოთ ცუდად თავი, თუ თქვენ გადასარავი წელი გქონდათ ან ახლა ახალი წლის ამაღლებული განწყობა გაქვთ და მე ამ ხასიათზე ვარ, ეს არის შანსი რომ თქვენ ამის უფლება არ გაქვთ, ან უნდა დამალოთ, ან ასე შემდეგ. პირიქით, გამიხარდება თქვენი კარგი განწყობა, გამიხარდება თუ მეც ამიმაღლებთ განწყობას კომენტარებში. ამ 5 წლის მანძილზე არასდროს არ მithოვია არხის გამოწერა, ან ვიდეოს დალაიქება, სულ მერიდება ხოლმე, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჩემს საყვარელ კრეატორებს რო ვუყურებ ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, რომ ვიდეოს ვუყურებ, მაგრამ გამომწერილი თურმე არ მყოლია და თუ თქვენც ასე ხართ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ გამიხარდება თუ გამოიწერთ არხს 100.000-მდე ცოტა გაგვიკლია. მართლა ჩამოდის ხოლმე ის 100.000-ის ღილაკი, მაინტერესებს, ძალიან ისე სპორტული ინტერესი მაქვს და ვნახოთ 100.000-ზე რო ავალ, თუ მართლა ჩამომივა მეც. ბობიკი, შენერი უდარდელი ცხოვრება მომცარა. აი, წავედით ხა ავდექით. აი ეს მეზარება ხოლმე რა. საკმაოდ დიდხანს ვიყავი ხოთაშორის გარეთ გასული. ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს ყველაზე გემრიელად შოპინგობ. რაღაცნაირად თერაპია ფულის ხარჯვა. ოღონდ ჩემ შემთხვევაში ეს ფულის ხარჯვა განხორციელდა მეორადებში და საახალწლო საჩუქრებზე. არასდროს არ მიმყავს ხოლმე ესე ბოლო წამამდე 30 დეკემბერს საჩუქრები, არასდროს არ მიყიდია და ყოველთვის მანამდე ვცდილობ ხოლმე. მაგრამ მე მგონი წელს ყველას გვეპატიება ეს ბოლო წამობა. კერამიკაზე სადაც დავდივარ, მაჩუქეს მანდარინის სასანთლე ულამაზესი და თა გაჩვენებთ, რას ვაკეთებდი 2 კვირის განმავლობაში. ნახეთ რა ლამაზი გამოვიდა. ეს გავაკეთე მე, მოვხატე მე, ერთი მე არ გამოვწვით, ორი დანარჩენი ყველაფერი გავაკეთე. იმედი მაქვს ადრესატსაც ძალიან მოეწონება, იმიტომ რომ ერთ-ერთი საახალწლო საჩუქარია. ნახე, ასე ყოველი ყავისჩიკები გაგიკეთე. დიმა დამარტყა. როგორ მოწვდით? ხელით. ყავას დალევა მითი? წადი. იქვე გავიარე ბაზარში და ტკბილეული წამოვიღე საახალწლოს, რომ მეკლე ან ტაქსიში ან ნებისმიერ ადგილას
ჩავუკუჭო ხოლმე ხალხს. ასევე წამოვიღე ულამაზესი შესაფუთი ქაღალდები, მაგრამ ცოტა პაწუკა და ერთი ეგ არ მომწონს. ეხლა კიდე ფულერო ვიყიდე. კი ვარ საცემი, მაგრამ ნახე რა ლამაზი ფული. ოცლარად. მეორადებში რატომაც წავედი, არის ის, რომ მინდა და ლინასნაირი კომბინეზონი, რომელიც სამღებრო სამუშაოებში გამომადგება და რემონტის დროსაც და ლამაზი იქნებოდა თან. ვერ ვიპოვე. მხოლოდ ბერშკაშია და ბერშკაში არის S-ი და XS-ი და East Point-ში გასვლა დამეზარა, იმიტომ რომ East Point-ში იყო L-ი. ამოვიღე მეორადებიდან ბაკურიანის კომბინეზონი და რატო ეხა გეტყვით. ჩვენთან ჯერ სანამ გადაიხურება, სანამ კარფანჯერა ჩაისმევა, ეციება. ამიტომ რატომაც არა. ძალიან თბილი, კომფორტული, ისეთი რომ არ დამენანება, დასვრო. კოტეს საჩუქარს ხვალ მოვიტან და კიდე 6 კაცის საჩუქარი მაქვს საყიდელი. წავედით ახლა ბობიკი გავასეინოთ. ეგა. აქ რაღაცა მინდა დაწერო თან. ეს არის ანწლის შოპის. კი მითხრა, ისე გიგზავნი, არ მინდა არ გასთხოვრო ხარდაჭერისთვისო უბრალოდ, მაგრამ როგორ არ გაგიზიაროთ უსაყვარლესი გოგოა ამ სტარტაპის ავტორი. არის 9-9. დაახლოებით 1 საათია ვთამაშობთ და ვინც წააგებს, ის ცulis თეთრეულს. შენი აზრით ვინ მოიგებს? მე. ხა გაჩვენეთ ცოტა ხანში ამის სახის. ამას ერთი დარჩა. მე 2, მე ვაგორებ. 3 დაიწყო, ბრო, ხა ზუსტად ნახე. ვახ, ჩემი. რა გადარჩა? 10-9. წადი იხ თეთრეული გამოცვალი. წადი. რადგან ნარჩი მე მოვიგე, კოტეს უნდა გამოიცვალა თეთრეული, მაგრამ მე რომ წამეგო, კოტე აუცილებლად მომეხმარებოდა თეთრეულის გამოცვლაში, ამიტომ ერთი 10 წუთი ვაწვალე და მე რა თქმა უნდა მეც მივეხმარე. თან ერთად სახლის საქმეების გაკეთება უფრო სახალისოა. შეიძლება გაჩუქვა ხალწას. ესე იგი დილით ვიცოდი რომ 11 საათზე იღებოდა, მაგრამ მაინც ცოტა ადრე გავედი. აი იდეალურზე იდეალური საჩუქარი ავარჩიე. რა თქმა უნდა ძღოლისთვის არ დამავიწყდა ტკბილეულის მიცემა, რადგან თვითონაც ყველა საჩუქარი ცალსაკე შეფუთა. მეც ცალსაკე შევუფუთავ. სხვა ცხოვრებაში აუცილებლად ვიმუშავებდი პატარა ელფად, რომელიც საჩუქრებს ფუთავს. კოტეს საჩუქრები მზად არის. ცოტას ავიღებ, მერე სინამონი უნდა შევჭამო კოტემ და ცოტა გამოიყურება ასე. მოვედით ქართველი მეწარმეების მხარდასაჭერად, შევიძინეთ რამდენიმე საჩუქარი, თან ხარი დავუჭირეთ, თან ძალიან ბევრმა დამასაჩუქრა კიდეც. სანამ ამ საჩუქრებს გავბრთხვნით, შევაჭამოთ 2024 წელი, რომელიც იყო სირთულეებით სავსე, რეჟიმი, რომელსაც ვებრძვით, ამდენი წელია. დღეს 12 საათზე ალბათ იმას ჩავიფიქრებ, რომ ჩვენ შვილებსაც იგივეს გამოვლა არ მოუწიოთ და რაც ჩვენმა მშობლების ან ბებია-ბაბუების თაობამ ვერ დაასრულა, ჩვენ მაინც დავასრულოთ. ხო, ბობიკი? კოტე მოვიდა? ეს ინსტაგრამზეც თქვი და თქვენთანაც ვიტყვი. რა გზებიც არ უნდა ჩაგიკეტონ, როგორც არ უნდა აგიგრძალონ, როგორც არ უნდა შეგიშალონ ხელი. უდიდესი თხოვნა მაქვს პატარებთან, თინეიჯერებთან, რომ არასდროს არ შეწყვიტოთ ცოდნის მიღება, კითხვა, კითხვების დასმა, განათლების მიღება ნებისმიერი გზით. და ამ ყველაფრის ფონზე ახლა გაჩვენებთ ბობის აღტაცებას. ესე გვეგებება ბობი ყველა მოსვლაზე. ბობი არის ცხოველთა სამყაროს გაერთიანება და მიქსი. მაგალითად ამ წამს თქვენ უყურებთ პეკეკას და ბაჭიას. ნაჯვარს. აბა ხა ეს ძაღლია თქვენი აზრით? თან არის გოჭი, იმიტომ რომ ღრუტუნებს. თან არის ვეფხვი, იმიტომ რომ იღრინება. თან არის ლომი, იმიტომ რომ აქვს ფაფარი. გავხსნათ საჩუქრები? ხო. მოდი. შენები. აა, ჩოგურთის ანთა არის? მაშინ ჩოგნის ჩასადებია? არა. აბა? არის ფეხსაცმლის ჩასადები ახლა. აა, ქვემოდან ფეხსაცმელში. ნახე? აა, ცალკეა. ძალიან კაია. იდეალური საჩუქარია. აი.
ახალი ჩოგურთის ერთი ბურთები არც გქონია. კი არ ყველაფერი ჰების ახალი ისინიც არის ძალიან კაი საჩუქრები ხა მე გავხსნა? აი ეს ისე მომწონს ისე ვატარებ ტელეფონი არ იმართება, მაგრამ ძალიან პატარაზე მიფრინავს. ტელეფონის გამო? ვაიმე რა სუქუნა ტულ. ამითი მიფრინ. ამაში დებ ტელეფონს, ელე? სად? ეს ყველა დრონს მართავს DJI-ს. Italian flight ბატარეა დღეს გაცლოთ. ბობი დაჯე. დაჯე ბობი. დელი აღჭურვილო მამა. შენ ხო ყველაფერი ჰედისა, რა ყველაფერი DJI-ს არის. და ეს რა? რამდენიმე დღეს შენ დაიწუწუნე რაღაცაზე. რაზე დავიწუწუნე? Nike-ს რა მინდოდა? სპორტული ბოთლი რატო აღდგა? ეს სავალაგო მე რაღაცები. მე ჩადე ისა. ჩოგანი თვითონ. ბაჩაბიც? იმას შეუცვლი ხარ, შევინახე ეს. აი იმას. ის არის დათორო არის შუაქალაქში. ტელეფონს რო ყველა ჯერზე. საფაკე რო გქონდა შეფუთილი. ვარა მაგრა დეტევა? მაგრა გიხდება რა. ძალიან კაია. ციდა. რამდენი წელია ეს ბრენდი გულშემატკივრობს და მიგზავნის ხოლმე საჩუქრებს და არ აქვს მოლოდინი და საერთოდ არ მავალდებულებს არანაირ კონტენტზე. ნახეთ რა ლამაზი და ხარისხიანი ჩანთა. ეს iPad-ის ჩასადები. რამდენი წელია თქვენი მეკვლე ვარ? 20-დან. 20-დან? მითხარით, კმაყოფილი ხართ ჩემი მეკვლეობით? ძალიან ფრიად კმაყოფილი ვარ. ესე იგი, ისეთი მეკვლე ხარ, მაგრამ რაც სურვილები მაქვს, აი ბოლო 5 წელიწადია ფაქტიურად ამაზე აქ არ ვლაპარაკობ. აქ არა. ახლა მოვა ჩემი ძმა და მისი მეუღლე. ნახოთ რა საჩუქრებს მოგვიტანენ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად აქ რაც მიყვარს არის საჩუქრების გახსნა. საჩუქარი. გილოცავ. წავიდა მე. ეს არის მაკას საყვარელი მომენტი. მაკო. რა ბუღიდგა სტომაკა კარეთ გამოვაგო. არქიტექტურა დიზაინი არის მისი თავისი. ბუცკუნა ბიჭია ესა, ჩემი ბუცკუნა ბიჭია. არ გინდა მოყვანა? ვისა? ზიდა გამწოვიდა რაღაცა. ლიფტისთვის მომეცით ფული თუ შეიძლება. დადლობა. ესა ჩადე ის. კაი, ვიღაცა იფიქრეთ ბავშვობაში რა ვთქვი. მეცემს მამაჩემ. რა ვთქვი დედა ბახში? მამაჩემ დედაჩემი ახოხა. მოდი. შენ ახალგაზრდები ვარ. აუ, მაგ 5-ში განსაკუთრებით. 31-ში დიდი დრო არ გამიტარებია ტელეფონთან, ვეცადე რომ ოჯახთან გამეტარებინა უფრო მეტი დრო და პირველში დილით რო გავხსენი ტელეფონი, ძალიან ბევრი ვიდეო შემოხდა. რეჟიმის პატიმრებზე ძალიან განვიცადე ამ ადამიანების უსამართლოდ ციხეში ყოფნა და ახალ წელსაც კი მარტო 4 კედელში შეხვედრა. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ვიტირე. მე გამახსენდა ყველაფერი, რაზეც შეიძლებოდა რომ მეტირა და საკმაოდ რთული დილა მქონდა. ნებისმიერ ფორმას შეგიფუთავთ რა. პირველი ირანუის საჩუქრების შეფუთულია. გუში კი დავიწუწუნეთ ბობის არაფერი ვაჩუქეთ თქო და დედიკომ გამოუგზავნა ბობიკის. ეს ზედა, რომელიც მეორადებში შევიძინე და რომელიც არის ძალიან კომფორტული. თურმე ძალიან არ მიხდება. ფერი კი მიხდება, მაგრამ ძალიან დიდი ვჩანვარ, ანუ ამხელა არ ვარ. თან რაღაცა მოძღლაზულია და გუშინდელი კადრები რო ვნახე ძალიან არ მომეწონა ჩემი თავი. დღეს ახლა ჯერ ჩვენ სახლში ბაწუკანაძვის ხეს დავდგამთ და ტკბილეულს შევყრით და შემდეგ წავალთ კოტეს მშობლებთან. ერენიკომ გააკეთა. ჩვენ რა. ძალიან მაგარი. საყვარელი რაღაცა. ეს ძალიან საყვარელი რაღაცა. კაი ჩანაფიქრია. ნახვამდის. კარგად. კოტეს მშობლების შემდეგ აღნიშნა გავაგრძელეთ კოტეს მეგობრებთან. ჩემთვის რო იყო, ჩემთვის, ჩემი ცოლი რო ჩემთვის იყო, მხოლოდ ჩემი საკუთრება რო იყო. ეგ პერიოდი არის ყველაზე ტკბილი და კარგი ცხოვრებაში რა. მე მალევე დავბრუნდით სახლში, რადგან ბობი იყო მარტო. მაკიაჟი უნდა მოვიშორო, რადგან დღეს უნდა ვუყუროთ ჰარი პოტერის
ბოლო ნაწილს და ვატყობ რომ არ ამცდება ჯღავილი. იმიტომ რომ რამდენიმე ეპიზოდზე ძალიან ბევრი ვიტირე. პირველი და ბოლო მქონდა თავიდან ბოლომდე ნანახი და ესე რაღაც ნაწილები სხვა ეპიზოდის და ლინამ მე ყველა ეპიზოდი თავიდან ბოლომდე დეტალურად მანახა, ამიხსნა. ფოქსო ნამდვილი პოტერჰედი გახდება ბოლოს. მოინათლება ნამდვილ პოტერჰედად. სამწუხაროდ გავმაზე ბავშვობაში პოტერჰედობა და ცოტა დიდობაში ავიხდინე ეგ სურვილი. სანამ საჩუქრებს გადავცემთ ერთმანეთს, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი გაკეთებული კერამიკული ჭიქა. რაღაცა ეს წლის ბოლო ძალიან ესე შემოქმედებითად დავასრულეთ და ძალიან მომწონს და კიდე რომ ვაგრძელებ ეგეც ძალიან მომწონს. ვიტოთ და ეს კომბინეზონი. იმდენივე წუწუნე რომ მაჩუქა. რა არის აბა? მინიონები ვიქნებით. სახსანი ფუძის ანგელოზ სახლს ცველი უნდა იყოს. ვაუ, კიდევ რა კიდე. შემოსასწრაფო შეგიძლია დაკიდო და ძალიან ფუძის ანგელოზი გეყვა. მადლობა ძალიან დიდი. მაგარი ფოქსო სახლის რაღაცას უჩუქნის. ელენიკოს დაუბლოკეს აკაუნთი TikTok-ზე. ნეტა მართლა მაგათნაირი უსაქმური ვიყოთ ყველა რომ გადავყვეთ მაგ ამბავს. ცოტათი გული დაგწუდა იმ ვიდეოებზე, აქ თქვენა გამოგიგზავნეთ ჩვენ ვიდეოებს და გავუშვი. იმ ვიდეოებზე რაც მაგ აკაუნტზე იდო, იმიტომ რომ ანუ პირველად ელენიკოს ცხოვრებაში რომ გამოჩდი, მან გამოჩნდა და ეხლა ვერ დაიჯერებს რომ მეგობრობთ. მაგრამ არა უშავს ყველაფერი ცუდისგან. რაღაც კარგი უნდა დავამუღამოთ და მე ელენიკოს ვურჩევ რომ გადასახდეს YouTube-ზე, იმიტომ რომ უფრო ლოიალური. რა მაგარი გამომწერები ყავს თანაც რამდენი. ამიტომ წელს მე მინდა ივნისამდე, ფოქსოს დაბადების დღემდე 11 ივნისამდე ახვიდე 100,000 გამომწერზე რომ ნახო ის YouTube-ი მართლა აგზავნის თუ არა იმ ღილაკს რა. და დეკემბერში შენ დაბადების დღეზე შენი 100K ჩამოვიდა. ხო. ისა 2025-ში ორივეს უნდა კონდეს ბათანი. აუ YouTube-მა რო ბათანი გაჩუქოს, რა მაგარი იქნება დაბადების დღის საჩუქრად. მე გამოვიდა პოსტიდან ჩემი საჩუქარი იყოს. ახლა აი 2 წუთს მოგცემთ რა. არ დაგეზაროს. ხო უყურებ რა, მობილური ამოიღეთ თან და დაასაბსკრაიბე. მეც დაგასაბსკრაიბე. დღეს ჩვენ ვუყურებთ ჰარი პოტერის და სიკვდილის საჩუქრების მეორე ნაწილს. ახლა ნამდვილ პოტერჰედებს გისვამთ ასეთ კითხვას. რამდენი წლის არის ტირალა მირტლის შემსრულებელი მსახიობი? თქვენ გაქვთ 6 წუთი. აი გოგოების საპირფარეშოში რა ტირის ხოლმე. ნაცნავებიანი, სათვალეებიანი, შავგროვანი გოგო. ახლა ვუყუროთ. კარგად. მასობაში დაგვებედა ჰარი პოტერი. საკმაოდ მძიმე ეპიზოდი. მაგრამ ბოროტს კეთილი მოუგებს ბოლოში. აუ წინ ჯერ კიდე მთელი ფილმია, ჯერ ნახევარშიც არ ვართ. ამ წამს გააგდო მინერვამ სნეიპის სკოლიდან ეს რომ გაფრინდა და რომ მიაძახა დებილოა ეგ მომენტია. აუ ერთი მინერვა გვინდა რა. ჩეხა დემენტორები ლინა რა მაგრა ვუყურეთ? დღის დავხოჭო თორე. ოვი. გადატრიალ. მოდი. ელე როგორ შვება? აბა კიდე. ხელები რო აქცევ. ოვი. გადატრიალდი? სუკანი. ხუდროს რო აცვია თოლის ბაბუის ფორმა. რაც ყველაზე ძალიან გიყვარში აი ეგრე ხარ შენ. პიჟამოებით უყარდა სიარი. ბავში რო უჭირი. აი ეგ ახლა ზუსტად აი. ახლა შევფუთავ ბედობის საჩუქრებს. ტრადიცია გვაქვს დაქალებთან ერთად ხვდები ხოლმე სულ. ხო გონიათ რომ ახლა ბულკია, მაგრამ დერსასრუტის ხმა არ უყვარს და დალაგების დროს მეჭყობა. ეს დავდავ ესე ლამაზი შეფუთვა აქვს და დამენანა გახსნა. აუ ძალიან მომწონს. როგორ ღერთ გოგოებო? პატარა ბავშვები რას ხედავ ხოლმე გამოყვეხები. გოგოჩი ყავი უკან. ხო. ყველა სამეგობროში ერთი ვინც საჭმელებს აკეთებს, მეორე ვინც სუფრას შლის და მესამე ვინც ქროლავს და ელოდება მზამზარებულს, როდის გაიშლენ. იკითხე. ყველასთან ამ დღეებში ვისაც ვიყავი, ყველას ბავშვი ეჭირა და და შენი მინდა. დაგეწვეთ. ეს ფუნქცია მოვუძებნეთ სანთლები დავანდებინე. აი ეს ვისმა ხელებმა გაშალა და გააკეთა. აი ძალიან ნიშნავით. ეს ევას. გამოვივიდა. ევა მიდიამა.
Oma ყველაზე ძნელი მომენტი. 3 პლუსი აწერია და ევა 3 პლუსი ნიშნავს 30. დავბრუნდი სახლში და რაღაცნაირად თავი მოვაბი. კოტემ გაამზადა თავის პორტფოლიო და მე გავუძღვები სოციალურ მედიაში მათგან თავსებას. Რაღა დაგიმალოთ და გულწრფელად კოტე კომერციულ ფოტოგრაფიაში არის ძალიან კარგი. ძალიან კარგად იღებს საჭმელებს, სამკაულებს, აქსესუარებს, ღვინის ბოთლებს და ყველაფერს ადამიანების გარდა. ადამიანების გადაღება დიდად არ უყვარს, ამიტომ თუ რომელიმე კომპანიას გჭირდებათ ან რესტორანს, ან ბიზნესს, მსგავსი ფოტოსესიები, მოგწერეთ სტუდიის გვერდზე და შეგვიძლია დავგეგმოთ ფოტოსესია. ამის მერე უკვე უნდა ჩავალაგო, რადგან ხვალ დილით გადაღება გვაქვს და მე ყაზბეგში მინდა ჩემებს დავადგე. ძალიან მომიხარა და რომ მოდიოდი ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი, იმიტომ რომ აქ არის ყოველთვის ერთობა, სიყვარული, სიხარული და ჩემი ოჯახი, ვისაც სულ უხარია ჩემთან ერთად ყოფნა, ჩემი დაიწყო. ჩვენი დღევანდელი აქტივობა არის ამ გულის გატეხვა, არქეოლოგიური გათხრა და სამკაულის ქვების აღმოჩენა. ნახე როგორ უხდება. ეს ნაძვის ხე ღამე კიდე უფრო ლამაზი ყოფილა თავის ციხვით თურთ. აუ ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელია დეიდრა. ჩემი ბიჭი ვერსია გაჩვენოთ. გავს თქვენი აზრით დაწერეთ კომენტარებში. გადავდივართ სასრიალოდ. ძალიან მზიანი ამინდია, მაგრამ რამდენად კარგი ტრასა დაგხვდება, აი ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ მოყინულზე სრიალი ძალიან არ მეყვარს. ვიცი, ესეთი ჭერფნე. ეკაი ბოშები არიან ახლა. გამოიწერეთ ბოქსერული მოსარხი. ესა ყველაფრის დავალება შემიძლია. კეთა რაგიდან რა ვათქმევინო ვითხარ. რა კარგია გუდაურში. რა კარგია გუდაურში. გადავედით კობიზე სასრიალოდ, ვარჩიეთის ტრასა, იმიტომ რომ ნაკლები ხალხი იყო და გონდოლებზეც ნაკლებად მოგვიწევდა რიგში დგომა. ჩემი პატარა დრონუკაც დავტესტე, პულტი არ წავიღე სამწუხაროდ და ტელეფონით კავშირს მალევე კარგავდა, ამიტომ ცოტა ნელავ მოძრაობდი და შორსაც არ მივდიოდი, რომ არ გაწყვეტილიყო კავშირი და ძალიან კმაყოფილი ვარ, სხვათა შორის არ ველოდებოდი, ისეთი ქარი იყო, მეგონა რომ წაიღებდა და წამარცმევდა, მაგრამ გაუძლო და საკმაოდ კარგი კადრებიც შემოგვინახა. მთელი ეს დრო უყურებდით იმას, რაც ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ადამიანებს, რომელთაც ჩემს გულში უდიდესი ადგილი უჭირავთ. ალბათ შეამჩნევდით, როგორ ბწყინავს ჩემი თვალები, როცა მათ გვერდით ვარ. და არც ამ ვიდეოს სათაური შემშლია. მე ვარ უმდიდრესი ადამიანი, რადგან მაქვს ის, რაც ვერ იყიდება. ნამდვილი, გულწრფელი, შეუფასებელი ურთიერთობები. მადლიერი ვარ ღმერთის და თითოეული მათგანის, ვინც ჩემს გვერდითაა. მათ შორის თქვენიც. ბოლო პერიოდში გასაგები მოვლენებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ დავინახე თქვენი ერთგულება და გვერდში დგომა. მერწმუნეთ TikTok-ის აკაუნტის გაქრობა ამ სიყვარულისა და თანადგომის დასანახად ნამდვილად ღირდა. ვაცნობიერებ, რომ ირგვლივ კარგი ადამიანების ყოლა ნამდვილი პრივილეგიაა, რასაც უზომოდ ვაფასებ და მადლიერი ვარ. ულევ ბედნიერებას გისურვებთ შინ და გარეთ. კოცნით და მიყვარხართ თქვენი ელენიკო.